რადგან ის დაარქე, როგორც გინდა, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ. მალე ქართული ოცნება ერთ დროს საქებარ ლიდერს ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად ბრალდებულს დაუძახებს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით 6,5 მილიონი მდინარაძის უწყება მხოლოდ ღარიბაშვილის სახლიდან ამოიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე სწავლობს ამ ფულის წარმომავლობას. საუბარია 24 მისამართიდან ამოღებულ 7 მილიონ ამერიკულ დოლარზე, რამდენიმე 1000 ლარსა და ასევე მრავალი ათასის ღირებულების ძვირად ღირებულ ნივთებზე. საათები, ბეჭდების, საყურეები, ძვირად ღირებული ნახატები. ეს ყველაფერი გუშინ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ამოიღეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი. შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 მილიონ 2200 აშშ დოლარისა და 136,000 ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირად ღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე 1000 ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. მედიას ყოფილი პრემიერის საათების ძვირად ღირებულ კოლექციაზე არაერთხელ მოუყოლია სუსის მიერ გავრცელებულ კადრებში, სადაც ქალის ძვირად ღირებული საათები ჩანს ჩვენს ყურადღებას. კარწიეს ეს საათი იქცევს. ეს სავარაუდოდ ექს-პრემიერის ცოლს ნუნუკა თამაზაშვილს ეკუთვნის. საათის ღირებულება, რომელიც 25,000 ლარს შეადგენს, რამდენიმე თვის წინ სტუდია მონიტორმაც გაასაჯაროა. ოცნების ორგზის ყოფილი პრემიერის გემოვნებით და მადით ივანიშვილე მმართველობის მე-14 წელს დაინტერესდა. თანაც ისე რომ საქართველოს უჩვენა ოქროს ზოდები, დასტებად დოლარები, ძვირფასი ქვები და ძვირფასი სამკაულები. კადრები სუსმა თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირიდან გაავრცელა, მათ შორისაა ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოებიც. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე გენერალურმა პროკურორმა გუშინ ღამით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დაასახელა. დღეს მდინარაძის უწყებამ სავარაუდო ფინანსურ დანაშაულში მონაწილე კიდევ 5 პირი ამხილა. მათ შორის ერთ-ერთია რომეო მიქაუტაძე, რომელიც სავარაუდო კორუფციისათვის უკვე დააკავა მდინარაძის უწყებამ. მიქაუტაძე გარდა ძვირფასეულობისა და ნაღდი ფულისა ფლობდა სახლს მადრიდში. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს. კარგით ეხლა რა როლექსის საათი და რა კარწიეს სამაჯური. რატო არ მაქვს დეკლარაციაში? ჩემი ქმარი 2024-ში შეიძლება იყო თანამდებობაზე, მაგრამ ჩვენ მანამდეც ვცხოვრობდით და ვატარებ ძალიან ბევრი წელია. როლექსი და კარწიეს სამაჯური უკეთია ყველას თბილისში. მე ყოველ მეორეს. არა, კარგით რა მართლა სირცხვილია რა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით შესაძლოა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაემუქროთ მიხეილ ჩოხელს და ასევე ძმებ თორნიკე და ვანო პარკაულებს. ორივე ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია. ვანო პარკაულმა უწყება რამდენიმე თვის წინ დატოვა. მანამდე კი ის მელიქიშვილის გამზირზე აქციის დარბევაში მონაწილეობდა. ასევე ფიგურირებს სინდისის პატიმრის საბა ხვიტარიძის ადმინისტრაციულად დაკავების საქმეშიც. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ეს წუხანდელი ბრიფინგია. როგორც გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ამბობს, შესაძლოა ყოფილი მაღალჩინოსნების სახელგვარებს რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ეძებდნენ. განსაკუთრებით საინტერესოა, რომელ საქმეს დაუკავშირებენ სუსის ყოფილ ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს, რომლის სახლშიც ჩხრეკა ყველა დანარჩენი მაღალჩინოსნის მსგავსად გუშინ ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებები საკუთარი თვალით ნახეს ლილუაშვილის მეზობლებმაც. მათი თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირბადიანი პირები რამიშვილის ქუჩაზე დილიდან გამოჩნდნენ. იყო ხალხმოსული, დღეს შეუმჩნია, სხვა დღეს რო გამოვედი, იდგა.
ქვევით. პოლიცია იყო მოსული. პოლიცია არა, ჩვეულებრივად ფიზიკური პირობებით უკვე ჩასმულები არანაირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ? ანუ არც პოლიციის ფორმატით არაფერი, უბრალოდ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი. კი, და ეკეთათ პირვადები უბრალოდ და კეპი ეხურათ, რომ სახეს იფარავდნენ. და ესე არაფერი, უბრალოდ მე-6 სართულზე ვართ ჩვენც ახლა და მე-6 სართულზე ცხოვრობს. კი, დადიოდნენ ირგვლივ. ლიფტთანაც დადიოდნენ. გრიგოლ ლილუაშვილის სახლის პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობდა მისი ახლო ნათესავის ანდრია ლილუაშვილის სახლშიც იოსებიძის ქუჩაზე. მეზობლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე სუსში თავად თქვეს, რომ ანდრია ლილუაშვილის სახლით შედიოდა იმ მისამართებში, რომელიც გუშინ გაჩხრიკეს. არ ვიცი, ნამდვილად რემონტი მაქვს, ხმაური მაქვს და სად გავიდან, რა გავიდან. პოლიცია არ დაგინახავთ აქ სამართალდამცველები ხომ არ ყოფილან, აი ჩხრეკა იყო ამბობენ და ხომ დაინახავდი. მე კაცი შემოდივარ რაღაც მასალების შემომაგამა, მე კაცი შვილი აქ არ მინდა. ბატონი ანდრია, დღეს დილით ნახეთ, გუშინაც ნახეთ. დღეს დილს ნახეთ? კი. გამოძიება დაინტერესებულია ყოფილი გენპროკურორითაც ოთარ რომანოვ ფარცხალაძის გვარი ბოლო თვეებში აქტიურად დაუკავშირდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს, მაგრამ ამჯერად სუსი ფარცხალაძის სახლში ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ეძებდა. გავრცელებული ინფორმაციით წუხელ პროკურატურაში გამოკითხეს მისი ხანდაზმული დედაც. გუშინ ამ სახლში ჩხრეკა ჩატარდა? ქალბატონო, შეგიძლიათ რომ კითხვაზე გვიპასუხოთ? სუსი ანტიკორუფციულ საქმეებს ბოლო თვეებია აქტიურად იძიებს. ყველაზე გახმაურებული ფინანსური დანაშაულის საქმე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამჟღავნდა 700 მილიონის გათეთრებას უკავშირდება. მაშინ სუსში თქვეს, რომ ეძებენ დანაშაულებრივ ჯგუფსაც. ამ სკანდალურ საქმეზე კი მხოლოდ სავალუტო ჯიხურის მეპატრონია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით ეს ერთ-ერთი საქმე იქნება, რომელიც ოცნების მრავალწლიანი მმართველობის მთავარი გმირების სახელებს დაუკავშირდება.